მოგესალმებით, დღეს 24 ოქტომბერია და ჩვენი ხდომა არის დღეს ეს საკითხი არის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის თანადვის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მოგესალმებით, ერთი კონკურსმა თქვა ჩაიარა და ვერ გამოავლინა დირექტორი, ხა მეორეჯერ ვაცხადებთ, თავის ვადები ყველაფერი ცნობილია, დაახლოებით ერთ თვის ვადაში, ისე შევიკრიბებით და ეს გამოცხადდება. მეგონი აქ რამე არის პროცედურა თუ უბრალოდ კეჭი უნდა უყაროთ და ეგ არის. დიახ, პირობები იგივეა. ხო, 9 წევრი ესწრება, 10 წევრი ესწრება იმას ქორომი არის, ასე რომ არაფერი პირობები იგივეა. პირობები. კი ბატონო, დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები მიიღება ღია კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს არის ვადა განსაზღვრული მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი და აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან და სამეცნიერო პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს დირექტორობის კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს დირექტორს. ეს არის კანონის მოთხოვნები. 30 კალენდარული დღის ვადის გათვალისწინებით განაცხადების მიღება იწარმოებს 23 ნოემბრის ჩათვლით. სხვა დეტალები განცხადებაში არის ასახულია. დიახ. ხო, ალბათ მე ორშაბათს მომდევნო კვირაში იქნება. არა, ხო, მომდევნო კვირაში იქნება. დეტალები ასახული იქნება განცხადებაში, გამოქვეყნებული იქნება. თუ შეკითხვები არ არის, კეჭის ხაზზე ვაყენებ რა შეკითხვა. და ფორმალურად არის, ვინ არის მომხრე, რომ კეჭს დავაყენოთ ეს საკითხი შევიტანოთ თემაში. კი ბატონო. ერთხმად არის მიღებული 10 მომხრეა, ხო, 10 წევრია. კი ბატონო. ამით ხდება დასრულებულია მადლობთ ყურადღებისათვის. ბატონო ვასილ, ერთი განცხადების თუ შეიძლება ძალიან. პრინციპში არ არის ეს ისთან დაკავშირებული, მაგრამ გადმოგიგზავნეთ ცოტა ხნის წინ საბჭოს წევრებს ასე ვთქვათ განცხადების ფორმა სოლიდარობის ასე ვთქვათ წერილი ლიკა ბასილაიას მიმართ, რომელიც დააკავეს და ძალიან ისეთი საკმაოდ უხეში ფორმებით და რადგანაც ბორცს ამის პრაქტიკა აქვს, როდესაც ტელევიზიის თანამშრომლებს რაღაცა ემართებათ და ეს არაერთხელ გამოგვიყენებია ეს პრაქტიკა, ვიფიქრე ეს საკითხი მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემი სოლიდარობა, რა თქმა უნდა, ლიკა ბასილაიას, ეს ტექსტი, რომელიც გამოგვგზავნილი არ ვიცი დაეცნო თუ არა ბორდის ყველა წევრი აბსოლუტურად რაღაც კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებულია ყოველგვარი პოლიტიკური ასე ვთქვათ რაღაცა სიმპათიებისა და მდგენელების გარეშე შესაბამისად ამ საკითხზე თუ კი მოხდებოდა ის რომ ან ინდივიდუალურად ვისაც სურვილი ექნება შეუერთდეს ამ პერიოდს ან ბორდის სახელითაც ეს რა თქმა უნდა ყველაზე კარგი შემთხვევა იქნებოდა ის პრაქტიკაც არსებობს მივიღოთ ეს განცხადება მე მოხარული ვიქნებოდი და ამის თქმა მინდოდა ორი ავტორი ყავს ამ განცხადებას ვაშატუში და მე ამაზე ამის ამიტომ მოგითხოვო ამის სიტყვა ამის თქმა მინდოდა მე არ ვიცი თუ გავგაცხადებას და წავკითხეთ მაშინ გაცხადება თუ როგორ გინდათ თუ რა გინდათ რომ გავქნათ არ ვიცი თუ გაცხადებას ანუ ვინ არის როგორ გინდათ თქო რა სიტყვით რა არის თქვენ მე არ ვიცი თუ გაცხადებას შინაარსი არის შემდეგი რომ ჩვენი კოლეგა ლიკა ბასილაია დააკავეს ჩვენ ვფიქრობთ რომ ის დააკავეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფორმით და მოუწოდებთ სასამართლოს რომ არ გამოიყენოს მის წინააღმდეგ დააკავება როგორც ყოფილი საშუალება და ასე ვთქვათ მიეცეს დროზე საკუთარი უფლებამოღწევების შესრულების შესაძლებლობა. ვფიქრობთ რომ ის ფორმა და შინაარსი და ასე ვთქვათ მიზეზი რის გამოც დააკავეს არის აბსოლუტურად აბსურდული, ვინაიდან შეიძლება ვინმეს არ მოსწონს შესაძლებები, შეიძლება მკვახე იყოს, მაგრამ ის გამოხატვის თავისუფლებაა და ეს იყო ასე ვთქვათ ეს არის წერილში რომლის მოგზავნე ახლა. ესე მადლობა, ესე იგი ერთად გამოვაგზავნეთ ეს განცხადების ტექსტი, ბუნებრივია ჩვენ გვაქვს ის პოზიცია რომ არ იქნეს მიცემული პასუხისგებაში რაც შესაძლოა მოხდეს თუ თვლით რომ
გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება, ცხადია უცხადებთ სოლიდარობას. ის არის ჩვენი კოლეგა და აქედან გამომდინარე, გვაქვს ასეთი მოთხოვნა რა და რა თქმა უნდა ჩვენ მე და ზაზაში მოვერთდებით ამ ტექსტს, ეს თქვენზეა დამოკიდებული, გაიზიარებთ. ჩვენ გამოვაგზავნეთ ეს ტექსტი, არის მოსული, ნახეთ თუ გნებავთ და მერე შეგიძლიათ შეუერთდეთ ამ ტექსტს, ან არ შეუერთდეთ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს გადაწყვეტილებაზე. ჩვენ დავიცდით, ბუნებრივია, თუ ეხა ვერ ვასწრებთ ან რაღაცა მოფიქრება გჭირდებათ, დაველოდებით და თუ ვინმე შემოერთდება, თუ არ შემოერთდება, ჩვენი სახელით ბუნებრივია გავავრცელებთ ამ განცხადებას. მადლობა. ეს არის ინდივიდუალური აქტი, ვისაც სურვილი აქვს საბჭოს წევრი იქნება თუ გარეთ შეუერთდება, ვისაც არ აქვს სურვილი არ შეუერთდება თქვენ. ბატონი მაპატიეთ ბატონ ასილ, ჩვენ საბჭოში ეს არ არის ის განცხადება, რომ გარეთ გავიტანოთ, ეს არის ხოლო საბჭოს წევრებისთვის ეკო განკუთვნილი. ხოდა საბჭოს წევრებიც ინდივიდუალურია, ვისაც უნდა შემოერთდება, ვისაც უნდა ცხადია რომ თავს შეიკავებს. მაშინ მე აქვე ვიცარგებლებ და არა წერილობით არა მაქვს, მაგრამ საკითხს ვაყენებთ. კარგია რომ ქალბატონი ელენი არის და თუ ეს იქნება გაზიარებული, არა საკითხს არ ვაყენებ, არც კეჭისყრაზე ეს არ არის, მე ვიცნობ ამ პროცედურებს, მაგრამ როგორც რეკომენდაციას ერთი წევრისა და თუ ეს შემოერთდება, მე ვუყურებ და უსმენ ბოლო დღეებში გარკვეულ ინსინუაციებს, როგორც მენეჯმენტის მიმართ, ისე ტელევიზიის მიმართ, უყურებ მიმდინარე პროცესებს გულარი და უყურებ ამასთან თამდევ პროცესებს და ჩემი დაბეჭდებითი რეკომენდაცია იქნება გარდა იმისა, რომ სოლიდარობას უცხადებ მენეჯმენტს სრულად და თავის საქმიანობაში, ჩემი დაბეჭდებითი რეკომენდაცია იქნება, რომ თითოეულ თანამშრომელს კიდევ ერთხელ მიაწოდოთ, რომ ზუსტად დაიცვას ამ დამას გთხოვთ, რომ ჩემი ერთი სახელით თუ წევრები გაიზიარებენ ჩემი სახელით, რომ ძალიან ზუსტად დაიცვან თანამშრომლებმა ის შინაგან ნაწესი, რომელიც მათ ავალდებულებს მიუკერძოებლობას პროცესების მიმართ, ასევე ძალიან ზუსტად იქნას დაცული, რომ გადაცემის და ტელევიზიის სახელით ვის აქვს უფლება და რა შემთხვევაში და რა ტიპის განცხადებების, ესეც იქნას დაცული. მე ახლა არ დავკონკრეტდები, მაგრამ ჰაერზე არ საუბრობ და გთხოვთ ეს მიიტანოთ მენეჯმენტამდე და მე როგორც ერთი ადამიანი ვწევრი, რომ ჩვენ ამ ყველაზე ესეთ ვითარებაშიც უნდა საზოგადოებრივ მაუწყებელმა შეასრულოს ფუნქცია და ეს ერთ-ერთი მისი ფუნქციაა და სწორედ ამ დიდი მისიიდან გამომდინარე, ამას ხას უსვა, მისი დიდი მისიიდან გამომდინარე უნდა მიიღოს ყველამ გადაწყვეტილება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. ეს მგონია რა ვიცი თქვენს როგორც მეგაჩნიათ ისე აი ამ პროცესებთან დაკავშირებით ეს ხო, მეც მინდა ვთქვა, რომ ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიგი ფუნქციონირების. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ტელევიზიას აქვს უფლებაც, შესაძლებლობაც და ვალდებულებაც იმისი, რომ შეუფერხებლად შეასრულოს კანონით დაგისრებული ფუნქციები და ვალდებულებები. ამ შემთხვევაში რასაკვირველია, გარკვეული პასუხისმგებლობები და გარკვეული ვალდებულებები აქვს ჩვენს თანამშრომლებსაც კანონით განსაზღვრული, ვიმეორებ და ალბათ ამ კანონის ფარგლებში უნდა ჩაჯდეს ყველა მოქმედება, რასაც ან დაგეგმავს, ან საჯაროდ გააცხადებს ჩვენი თანამშრომელი. მეც მინდა შევუერთდე იმ სოლიდარობას, რომელიც ახლა ბატონო ვასილმა ახსენა ჩვენი მენეჯმენტის მიმართ, ჩვენი ტელევიზიის თანამშრომელთა მიმართ და ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნორმალურად წარიმართება, ოღონდ ყველას ექნება თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება და შესაძლებლობა, ოღონდ ეს უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. არისავე რამე დამატება ხო არ გინდათ?
ჩვენ დავიცდით ალბათ ერთი, რა ვიცი, 6 საათამდე და მე როგორც გითხარით, ჩვენი სახელით გავავრცელებთ იმ განცხადებას. მადლობა. რასაკვირველია და ეს თქვენი სახელით შეგიძლია გავცელოთ ნებისმიერ დროს გაცხადება. მე აქვე გეტყვით, რომ მე რასაკვირველია არ შემოერთდები, იმიტომ რომ ჩემი ინდივიდუალური მოსაზრებაა, ინდივიდუალური და მე არც მისაუბრია კოლეგებთან, მე არც ქუჩის გადაკეტვის სოლიდარობი ვარ, არც პოლიციის მანქანებზე ასვლის მიმართ ვარ სოლიდარული და არც შეურაცხყოფების მიმართ ვარ სოლიდარული, არც საჯაროდ და არც შიგნით, არც ხდომის შიგნით. მე თქვენ თუ გაიხსენებთ, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ეხლა ბატონმა ბრძანა რომ პოლიტიკისგან არის დაცლილიო და თქვენგან რადგან ესეთი გაიყოფა. არაერთ გზის არის ეს გადატანილი და სწორედ პოლიტიკური ელფერია და იგივე ეს რუსოს სახელი აგერ ბევრჯერ მოგვისმენია, ბევრჯერ მომისმენია აგერ ეს დამხობის მოწოდება აგერ ახლა გიეროზის აიმის გვერდიდან მომისმენია, ასე რომ მე რასაკვირველია, როგორც ერთი ადამიანი რომ ვნა, შეგიძლიათ არც 6 საათამდე არ დაიცადოთ და ან შეგიძლიათ 24 საათი ვისაც გნებავთ უცადოთ. მე რასაკვირველია ამის მიმართ სოლიდარული ვერ ვიქნები. ბატონ ვასილ, თქვენი იმედი არც გქონდა გუწევთ, დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ თქვით ის რაც ვისაც ვიცოდეთ. გასაგებია რომ არ შევეცდეთ. ერთი წამი. არა, მე ბატონ ვასილს მიმართე და ბატონ ლაშა, ჩვენ ერთმანეთში გარკვეული გვექურთანება ეს გასაგებია, არ მოდით ნუ გავაგრძელებთ ამ დისკუსიას, მე მგონი არ გეცეთ. მანიჭებს ბედნიერებას არ ბანიჭებს, მაგრამ ვიცი რომ განიჭებთ, მაგრამ დავასრულოთ. გასაგებია, თქვენი აზრი გავიგე. კი ბატონო, მადლობა. ასევე თქვენი აზრით. გავიგე, თქვენ გასაგებია. რეპლიკის სახით იქნება რომ შეურაცხყოფა და გინება და ლანძღვა აღიაროთ გამოხატვის თავისუფლებად, რაც არასოდეს არ მოხდება. კარგად იყავით, ცდობა დასრულებულია.